YouTube-ს გაუმარჯოს, მოგესალმებით მონადირეებო. დღეს მინდა ჩავატარო ასეთი საცდელი სროლები ჩვენი ახლად ჩამოსული ჩოკებიდან. ეს არის რუსული წარმოების პროგრესის ექსტრა ფული, პორტირებული, ანუ ნახვეტებიანი. ექსტრა ფული, ანუ შევიწროება არის 1.25 გაძლიერებული სრული ჩოკი. სრული ჩოკი ერთ ჭრილიანზე კიდე ვიწრო არის ეს და ითვლება, რომ უფრო დიდ და შორ მანძილებზე სასროლად გამოიყენება. შემდეგ ჩვენ აღზე გქონდა ეს სროლები, ასეთი ჩოკი, მობილ ჩოკი პარადოქსი ქვია ამას. მისი სროლები გქონდა რამოდენიმე ვიდეოს უკან თუ გადახვალთ და ნახავთ. ტყვია გრიზლი ვისროლეთ. ძალიან კარგი შედეგები დაგვიფიქსირა. ასეთი ჭრილიანია. ნეგატივი არის კიდე იგივე რასტრუბი. ეს არის უჟანგავის მასალისგან დამზადებული, ესეც პორტირებული ჩოკი, ნახვეტებიანი. და შევადარებთ ახლა ამ სამივეს. ჩვენ ამ პარადოქსით ვისროლეთ ტყვია. დღეს შევეცდებით საფანტიც გავისროლოთ, იმიტომ რომ მიჩნეულია, რომ კონტეინერს ესეც კარგად ხსნის და ამუშავებსო. როცადოთ აბა ერთი თული საფანტით რა გამოვა. ისეთი საფანტით, რომლითაც ტყის კათავზეც ნადირობენ, იხვრზეც ნადირობენ, ქედანზეც ნადირობენ. წარმოდგენილი გვაქვს აქვს უამრავი ტყვია, როგორც ქართული წარმოების, ასევე ჩვენი დატენილები და ყველაფერი შევადაროთ. თან მოგიყვებით რის გაკეთებას ვაპირებთ, ნაბიჯ და როგორ დიდი ხანი საუბრით თავს არ შეგაწყენთ, იმიტომ რომ წინა ვიდეოც სანტა-ბარბარასავით 1 საათი გაიჭიმა, ბევრი რაღაცები მოვაკელით, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა რო ყოფილიყო, მაინც დაახლოებით 1 საათი დარჩა ეს ამდენი ზღვა მასალა. და მოსაბეზრებელია სიყურება ამ ხელა ვიდეოების მესმის YouTube-ზე, მაგრამ რაღაცა რო გამოგჩეს და ძირითადი არა თქვა, არც არ იქნება კარგი. დავიწყებთ ესე იგი სხვადასხვა ნომრებს, სხვადასხვა მწარმოებლების თან აგიხსნით, მოდი დავიწყოთ იმით ამ ახალი, რომელიც ჯერ არ გამოგვიცდია, პროგრესის ექსტრა ფულით 1.25 მიასედი შევიწროების. ეს არის ძალიან მჭიდრო დალაგება უნდა კონდეს წესით ამას, ბევრი ტესტი მინახია სხვა ქვეყნების მონადირეების და ახლა მინდა რომ დავწმუნდე სინამდვილეს შეესაბამება და ანუ არ არის რა ხარზე ნალაპარაკები არ არის და მართლა რაღაცას წარმოადგენს. ხო, გვაქვს ეს ერთი ცალი ახლა გაყიდვაში, ეს ჭრილიანი და ნეგატივი ორი ცალი დაგვრჩა. სროლას ვაწარმოებთ კლასიკური 35 მეტრიდან აქ ქვა და ნეგატივს კიდე გავისვით იქ წინა 25 მეტრში და ერთი ქვა და იქაც ჩვენი სამიზნე. ეხლა მოვიმარჯოთ, თავზე გავიკეთებ კამერას და დავიწყოთ სროლები. მე მივალთ, დავამარკერებთ ადგილზე, შევაფასებთ, რა შედეგს მიიღებს და ასე შემდეგ. ან ჩოკებსაც შევადარებთ. ესე იგი, პირველი გასროლა გვექნება ჩვენი ატა-4, ლულის სიგრძე 76 სანტიმეტრი და დავამაგრეთ აი ეს ახალი 1.25-იანი გაძლიერებული სრული ჩოკი. ტყვია გვექნება რემინგტონის 7.5 28 გრამიანი. მანძილი 35 მეტრი. მანძილი გადაზომილი გვაქვს ჩვენი მანძილმზომით. ექსტრაქცია მოახდინა ტყვის საკმაო მანძილზე, თოფი გადაიტანა იდეალურად. პირველი გასროლა 1.25 პროგრესი. გაძლიერებული ცილინდრი 35 მეტრი. 7.5 საფანტის ზომა, სპორტული ტონაა, სპორტული ზომა 28 გრამი, 35 მეტრი. აი ასეთი შედეგი მივიღეთ. შედეგი არ მომწონს, არ მომწონს, როგორ მარცხნივ გამექცა. აშკარად
მაგრამ სადაც გაიქცა, იქ დალაგება არის ძალიან მჭიდრო. ქარი არის დღესაც, როგორი რხევა ყველაფერი. მიზევით ჩანს. ხოდა ქარის ბრალი არ არის, არც იმდენად ძლიერი ქარია, რომ 35 მეტრში საფანტი ესეც აეღო. ეს არის სროლის ფაქტორი. შეიძლება ვიჩქარეს სასხლეთის დაშვებისას. გადავაგრათ ახალი ფურცელი, ჯერ ამოვწუროთ ეს 1.25-იანი სხვადასხვა წონებზე და გადავიდეთ შემდეგ სხვა ჩოკებზე. ეხლა გვექნება მეორე გასროლა. ყველაფერი იგივეა, ჯერჯერობით არ შეგვიცვლია. ეს არის 24 გრამიანი 8 ნომერი ვაზნა სელიერ ბელოტი. ჩეხური წარმოების, ამას წინათ ვიყიდე, ჯერ არ გამისვრია ეს ვაზნა, ვნახოთ აბა ეს რას იზამს. ვეცდები ახლა რომ ნიავის და ქარის ფაქტორიც გავითვალისწინო და ცოტა უფრო უკეთესად დავუმიზნო. კონტეინერშია ეს ვაზნაც, წინაც კონტეინერში იყო. ოცდაოთხ გრამიანიც გადატენა, ავერგდია განასროლი ვაზნა. ესეც ჩვენი მეორე გასროლის შედეგი. ესე იგი, ეს არის სელიერ ბელოტი, ჩეხური 8 ნომერი 24 გრამიანი. ჩოკი 1.25 შევიწროებით, გაძლიერებული სრული ჩოკი. სამიზნე დამავიწყდა, მე თქვა 60-70-ზეა, მანძილი 35 მეტრი. ეს გამოვიდა. ეს მივიღეთ ადგილზე. მესამე გასროლა, ეხლა გავისვრით ჩემ დატენილს 8 ნომერს 26 გრამზე. D20-ის დენტზეა და არის იმ თბილისის კონტეინერში. ამას შეიძლება საერთოდ არ კონდეს შედეგი. წინას არ გავფრთხილებთ, აღარ მახსოვს ამას ფრთები გაუჭერი თუ არა. ცადოთ აბა. გრამაც გადატენა. აქეთ გადმოვაგდო ცარიელა მასრა. ესეც მესამე გასროლის შედეგი, ჩვენი დატენილი თბილისის კონტეინერზე ნომერი 8 26 გრამი 1.25 შევიწროება, 35 მეტრი, სამიზნე 60-70-ზე. ძალიან დამაკმაყოფილებელი შედეგი მოგვცა. ამ შემთხვევაში ამ თბილისის კონტეინერმა. იმიტომ დაცხა უკვე და აღარ ამტროს კონტეინერებს, სიცივეში იმტრევა ხოლმე. ცენტრიც აგერ ხედავთ 4 ბარცვლით არის აღებული და განაწილებაც მეტნაკლებად ნორმალურია. მაგრამ ეს 1.25 მაინც და მაინც ამტრული საფანტის არ არის, უბრალოდ შედარებისთვის ვაკეთებ უკვე რო გადავალთ 4 ნომრებზე, აი მისი რეალური შესაძლებლობები წესით იქ უნდა გაიხსნას. მომდევნო მეოთხე გასროლა ეს იქნება ისევ 8 ნომერი, ოღონდ ამჯერად 32 გრამი. ნობელ სპორტის D20 დენტზე ზის ეს რუსულ კონტეინერში გლავპატრონის H17-ში. დანარჩენი ყველაფერი იგივეა. ჩოკით, მანძილით, თოფით. სანამ გადავალთ სხვილ ნომრებზე, ამის მერე უკვე ალბათ 4 ნომერს გავისვრი. ყველაზე მეტი მართვალი წესით ახლა უნდა გქონდეს მორტყმული. თავისთავად 32 გრამზე გადატენა პრობლემოთ. ესეც მეოთხე გასროლის შედეგი, ჩვენი დატენილი 8 ნომერი 32 გრამიანი გლავპატრონის H17 კონტეინერზე, სამიზნე 60-70-ზე, მანძილი 35 მეტრი. ეს კონტეინერიც ვიპოვე, ნახეთ.
პორტებმა როგორ დაეჭა და დახრა, მაგრამ დაამუშავა. ესეც შედეგი. მოსავსებით დამაკმაყოფილებელია თან წვრილი საფანტისთვის. ჩემი აზრია, რომ ეს კარგი სათხის ხათმე ვაზნაა. თუმცა 26 გრამითაც მშვენივრად ნადირობ ხოლმე დღის ხათამზე. ამით შეიძლება ქედანსაც გაუთამამდეს კაცი. ეხლა გავისვრით 4 ნომერს 34 გრამიანს მაქსამის დენზე ჯერ ძველი დატენილია ეს მე მგონი არის თურქულ პიშ კონტეინერში. ხო და ეხლა ყველაზე საინტერესო მომენტი იქნება როგორ მჭიდროდ მიაყრის ამ მსხვილ შედარებით მსხვილ საფანს. არ მოველოდი უცებ გამივარდა ეგრეც ესეც ჩვენი დატენილი 4 ნომრის შედეგი 34 გრამიანის ჩოკი 1 და 25 მაქსამის დენზე თურქულ პიშ კონტეინერში მანძილი 35 მეტრი. უბრალოდ არ მithქვია რომ გამექცა მეთქი. მოულოდნელად გავარდა მეთქი ნახეთ აი საით გადმოიტანა. ესე იგი ანუ სტაფილოსფეროს ცენტრი ამოტანილია სადღაც აქეთ. გადაღანაწილა მარცხნივ და ზევით. აი ეგრევე გასროლის მომენტში გრძნობ ხოლმე რა როდის გამირბის. როცა დააპირებ გასროლას და გადაიფიქრებ და არ გაისვრი შემდეგ მომენტში უკვე მასე მომდის ხოლმე. ალბათ თუმცა ეგ სადაც დაალაგა საკმაოდ მჭიდრო დაალაგება აქვს. ხო, აი თურქული პიშ კონტეინერიც ვიპოვეთ, ნახეთ. ჩოკმა როგორ დახრა და გააწყვიტა ფრთები. სიმანქნა. ნახრეტებმა, პორტებმა. ეს 1 და 25-იანი მოვხსენით. ხო და ეხლა დავაყენოთ ეს ჭრილებიანი ნარეზიანი პარადოქსი. და იგივე გავიმეოროთ, იგივე ტყვეები და შევადაროთ იგივე მანძილზე რა მოხდება. ეს მართალია არის იმისთვის ტყვის სასრულად გრიზლის ტყვეები გვაქვს ამით გამოცდილი ატროქსზე ეყენა. ხუბლო ატროქსზე შედარებით მოკლელულიანზე ძალიან კარგად იმუშავა რამოდენიმე ვიდეოს უკან გვაქვს ეს ვიდეო და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. ეხლა ვცადოთ ესენი გავიაროთ იგივე გზა რემინგტონი სელიორ ბელოტით ჩვენ დატენილები 4 ნომერი. როგორც გითხარით, ჩოკი შევცვალეთ, აყენია ხრახნიანი პარადოქსი. პროგრესის წარმოება დანარჩენი ყველაფერი იგივეა. რაც გავისროლეთ ეხლა ჩვენი 1 და 25-ით გავყვეთ და იგივე თანმიმდევრობით გავისროლოთ ეს ტყვეები რომ მე შევადაროთ. ესე იგი ეხლა არის რემინგტონის 7.5 28 გრამიანი. მესამე გასროლის შედეგი რემინგტონის სპორტული ვაზნა 28 გრამიანი 7.5 საფანტი. ჩოკი იყო პარადოქსი 3.60-70-70-ზე 35 მეტრიდან. იგი ამ პარადოქსმა ეს წვრილი საფანტი ნეგატივზე უკეთესად გაფანტა, ნახეთ რა ქნა. პირველად ვის მოუვიდა აზრად საფანტის გასროლა ამ ტყვის ნარეზიანი ჩოკიდან არ ვიცი. მაგრამ ამ შემთხვევაში ასეთი შედეგი მივიღეთ. ეს ახლა რომელიმე მხარეს იყოს გაქცეული, უნდა იყოს იქით რა დალაგებული რომელიმე მხარეს ჭიდოთ, თანაბრათაა და ძალიან გაშლილია. სადაც წარწერა აქ იქ არც ერთი მონარპამი არ იყოს, ცარიელეშია ჩაწერილი. ახლა ვიდეოებზე მე ხშირად მეორდები ხოლმე. და ეს იმიტომ რომ ბევრი ჩვენი მაყურებელი გადახვევით უყურებს ხოლმე და მე არის ხოლმე დამატებითი შეკითხვები და სადაც ნახავთ რომ ინფორმაცია მეორდება, მხოლოდ ეს დანიშნულება აქვს ამას. პარადოქსით ახლა 24 და 26 გრამის გასვლას მე მგონი აზრი არ აქვს. ძალიან დაფანტავს 28 გრამს რა უქნედა. პირდაპირ გადავალთ 32 გრამზე D20-ის დენთი.
H17-ის კონტეინერზე. კლავპატრონის. მეშვიდე გასროლის შედეგი ჩვენი დატენილი 32 გრამიანი 8 ნომერი. ჭრილიანი ჩოკით, ნარეზიანით პარადოქსიდან 35 მეტრი 3.60-ზე. აქაც ანალოგიური სიტუაცია გააკეთა. ნახეთ რა მოხდა. ცენტრი მოვლეტილია, სამაგიეროდ პერიფერიებზეა თანაბრად გადანაწილებული. ამ ჩოკით უნდა ისროლო ალბათ დიდი გუნდი რომ გადაგაწყდება მაშინ. გაიტანს გვერდებზე ჩამოყრეს ლობიოს მარცვალივით. ესე იგი ეს ნარეზიანი ჩოკი პარადოქსი რამდენადაც იდეალურია ტყვიისთვის, თუ ეს ნარეზები ხო გაწვევას უკეთებს და აკონცენტრირებს. საფანტის კონტეინერს ეტყობა ესე ქარბორბალასავით ატრიალებს და აქეთ-იქით თუნდაც იმ პატარა მონაკვეთში, სადაც ეგ ნარეზი აქვს და იქ გადის უკვე იქ იწყება ეტყობა ამ საფანტის და კონტეინერის ალიაქოთი. ეს კონტეინერი ვიპოვე და საფანტიც კანტიკუნტად არის პერიფერიებზე მოხვედრილი. 4 ნომერსაც ვწვდი ახლა 34 გრამს, აბა მსხვილ საფანტზე რას იზავს. ეხლა ვესროლოთ როგორც უკვე გითხარით ამ ნარეზიანი ჩოკით 4 ნომერი 34 გრამიანი მაქსამის დენტზე და თურქულ პიშ კონტეინერში დატენილი. ანალოგიური წინათი რო გავისროლეთ 1.25-ით. მაშინ გამექცა, მაგრამ სადაც მოხდა კაი დაჯგუფება გააკეთა. თუ ეხლა ამანაც ისევ ისე გაფანტა როგორც წინა წვრილი ნომრები, ხო? იგი პარადოქსი და ნარეზიანი დაივიწყეთ საფანტზე. შეიძლება ვაზნის მორგებაც უნდა არც ეგაა გამორიცხული. ესეც მერვე გასროლის შედეგი ჩვენი დატენილი 34 გრამიანი 4 ნომერი მაქსამის დენტზე. კონტეინერი გლავპატრონის H17 პარადოქსის ჩოკი 35 მეტრიდან. აქ საერთოდ სასაცილო შედეგი მივიღეთ. ალბათ ეგრეა რა. ახლა ამის კონტეინერი ვიპოვე, ნახეთ რა უქნა. რა მაგრად გადახსნა, მაგრამ თან პარალელურად ეთყობა ატრიალებს ვენტილატორივით და აქეთ-იქით ისვრის სანამ 35 მეტრს გამოივლის ფანტავს დაუნდობლად აქეთ-იქით. ძალიან დიდი გაშლა ექნება ამას. ალბათ ერთი 3 ზნეზე უნდა ესროლო, ესეთი 6 მეტრი 6 მეტრაზე. კედელს უნდა ესროლო ახალ შეღებილს. რა თქმა უნდა ეს როგორც უკვე აღნიშნეთ არის ტყვის სასროლი და არა საფანტის, მაგრამ მაინტერესებდა ბევრი ამბობდა რომ მქონდა აზრი გაგებული რომ ისადის შეიძლებაო და თუ შეიძლება სადაა შედეგი არ არის. რა ნომრები აღარ ვესროლეთ და რა წონა. არც ერთზე არ ქონდა ნორმალური შედეგი. გაფანტას უაკეთით. ისევ დავავგეთ 1.25-იანი გაძლიერებული ჩოკი. ხო და ესეთი ვაზნა ვიპოვე, ეს არ გამესროლა. არ იქნებოდა კარგი და მაინტერესებს. ესე იგი ქაღალდის კონტეინერში მაქვს 8 ნომერი 34 გრამიანი. აბა ვცადოთ ესეც. ჩოკი ისევ შევცვალეთ, გაძლიერებული სრული ჩოკია. 34 გრამი ნობელ სპორტის D20-ზე ქაღალდის კონტეინერი. ესეც მე-9 გასროლის შედეგი. ჩვენი დატენილი 34 გრამიანი 8 ნომერი ქაღალდის კონტეინერში. 1.25 არის
ჩოკის ზონა 60-70-ზე სამიზნის ზონა 35 მეტრის მანძილიდან. ტენტი იყო ნობელ სპორტის D20. აი რა კარგად გაშალა. გაშალა სიმჭიდროვე არის. 34 გრამზე ხა დარწმუნებული ვარ გარშემოც ესეთი ქაღალდის გარეთაც ესეთი სიმჭიდროვით არის მოტანილი. რაც მომეწონა. ყველაზე მეტად მე მგონი ეს გასროლა მომეწონა. მოვჭით ახლა დღეს ამით და ერთი ორ სიტყვას ვიტყვით კიდე ბოლოში და ეგ არის. დღეს აბა დავამთავრეთ ამით ჩვენი საცდელი სროლები. გამოვცადეთ 1 და 25-იანი გაძლიერებული სრული ჩოკი და პარადოქსით ვისროლეთ საფანტი. ანომალიური გამოცდა იყო. ხოდა. რა მინდა ვთქვა? ძალიან კარგად იმუშავა, ცოტა გამირბოდა აქეთ-იქით, მაგრამ სადაც ხდებოდა გაძლიერებული სრული ჩოკით კარგ კონცენტრაციას აკეთებდა. განსაკუთრებით კარგად მუშაობს 4-5 ალბათ ეგეთ ნომრებზე და იმაზე 8 ნომერზე და 7.5-ზე ახასიათებს თანაბარი და კარგი გაფანტო. ნუ სიმჭიდროვე არის, მაგრამ ახლა 4 ნომერივით შეკრულად ვერ მიაქვს, რა თქმა უნდა. ხოდა პარადოქსი არის ტყუისთვის განკუთვნილი და ვიღაცა ამბობდა რომ მე მგონიო საფანტიც კარგად მიაქო და ვცადე რა გამოვიდოდა. ხოდა პარადოქსმა ტყუაზე გადასარევად იმუშავა, კარგი გაწურვა აქვს, საფანს და კონტეინერს სავარაუდოდ გამოსვლაზე უკვე ქარბორბალასავით ატრიალებს, თუმცა მისგან ნასროლი ერთი კონტეინერი თურქული ვიპოვე და მიხაგებით იყო გადაფუჩქნული და გადახსნილი. ძალიან კარგად მომეწონა სხვათა შორის. თობა ეს ნარეზებიც უწყობს ხელს კონტეინერის დახევას. ხო, ნუ ეს იყო სულ ისიც ჩვენებაც მინდოდა დამაკმაყოფილებელი შედეგი დატოვა ამ 1 და 25-მა. ხო და ეს უფრო შორ მანძილებზე იმუშავებს კარგად. ყოველ შემთხვევაში მაგისთვისაა შექმნილი, რომ შორ მანძილებზე იმუშაოს და შედარებით მსხვილ საფანზე. დროებით აბა კარგად იყავით.